როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა ცვლილებები 12 ოქტომბრიდან, სადაც განისაზღვრა თანამდებობრივი სარგოების ახალი შკალა განისაზღვრა და ეს მოხდა მუნიციპალიტეტებისთვის, გარდა თბილისისა და ბათუმისა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის და ამის შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტშიც განხორციელდა მატება, ეს არის დაახლოებით 30%-იანი მატება ხელფასის. ეს ყველას შეეხო იმ ბრძანებულებაში განსაზღვრული თანამდებობების მიხედვით. ეს არის როგორც მაღალი თანამდებობის პირები, ისე სპეციალისტები. მოტივი გადასახდა ხომ არის ისთვის? არა, მე ვარ თანამშრომელი მუნიციპალიტეტის გამგეობის და გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, მოტივს მე ვერ გეტყვით. ეს ხელფასები გარკვეულწილად ჩვენ ტრანსფერებს ხვებურობთ ცენტრალური ბიუჯეტიდან და ეთყობა იცოდა ცენტრალურმა ბიუჯეტმა რესპუბლიკის მასშტაბით რა იქნებოდა საჭირო, რა თანხა იქნებოდა საჭირო ხელფასების მატებისათვის და სწორედ ამის გამო. რატომ მოხდა მაინც და მაინც წლის ბოლოს? აბა როგორ მოგახსენებთ ახლა, მე რა ვიცი რატომ მოხდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამაზე საუბარი გარკვეული პერიოდია იყო ხოლმე საუბარი, რომ აი ხელფასები მოგვემატება, მაგრამ აი ახლა მოგვემატება. ანუ თვიური ხელფასი რა შეადგენს ამჟამად? ჩემი თვიური ხელფასი ამ დროში შეადგენს 2650 ლარს. ანუ გაიზარდა რამდენი? სადღაც 290 ლარი. Adam David, აი იმ ფონზე, როდესაც არის ამდენი სოციალურად გაჭირვებული, ამდენი პრობლემა დაგროვებული თუნდაც რაიონში, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თქვენ თვითონ ასეთი მატება? საერთოდ სოციალური მდგომარეობა მართლა მძიმეა დღესდღეობით საქართველოში, მაგრამ ხელფასის და ეს ადამიანი მუშაობდა და თავის ანაზღაურებაც უნდა მიიღოს შესაბამისად. აქედან გამომდინარე პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ეს ხელფასები უნდა ყოფილიყო თითოეული მომუშავე ადამიანისაგან გაზარდა შესაბამისად 90%-ად მათი ანაზღაურება. თუ გაქვთ იმედი, რომ ახალი ხელისუფლების ხელში თვითმმართველობის უფლებები გაიზრდება, რაც იყო შეზღუდული აქამდე? რა ხდება 2006 წლის შემდეგ უფრო ნელ-ნელობით იზრდებოდა თვითმმართველობის უფლებები და მე როგორც ვიცი ინფორმაცია იყო, რომ დეცენტრალიზაცია უნდა მოხდარიყო და მე სულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამას ახალი ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებს და თვითმმართველობის ფუნქცია უფრო გაიზრდება და უფრო ეფექტური იქნება საქმიანობა. Am პირობებში მე ერთი მაინტერესებს, ჩვენნაირი ასაკის ხალხი ძალიან ბევრია, რომ არც პენსია გვაქვს და არც სამსახური, ჯერ ვალდებულია მთავრობა იზრუნოს ჩვენნაირ ხალხზე და მერე იზრუნოს თავიანთი ხელფასების გაზრდაზე. იმიტომ რომ ჩვენ ელემენტარული საარსებო არა გვაქვს. მე 1 ლარის პურს რო ვიყიდი დღეს, მთელი ღამე ვფიქრობ, ხვალ მეორე ლარის პური როგორ ვიყიდო და როგორ ვაჭამო ჩემ ოჯახს. შეგნებული ადამიანი, ვისაც მიხვდება, რა დრო ხელფასების გაზრდა, როცა ამდენა მშიერი და უპოვარი ხალხი ყავთ. მე ძალიან კარგად ახვდები, რომ იქნებ ბიუჯეტი სამტვერო, რომ მე ქართულ ოცნებას არ მისცენ იმ პროექტების განხორციელების საშუალება. თუ ვერ ახვდებიან ეს ხალხი. ხელფასების მატება შეიძლება წავიდეს იქ, სადაც მოსახლეობის უმეტესობა არის უზრუნველყოფილი. ანუ აქვს სამსახური, აქვს რაღაცა შემოსავალი, მაგრამ როცა ჩვენ ვიცით, რომ ყოველი მეორე საქართველოში არის სიღატაკის ზღვარს დაბლა, არანაირად გამართლებულად არ მიმაჩნია ხელფასების მატება. მით უმეტეს აი ახლა ამ მოკლე პერიოდში არჩევნებიდან აქამდე დღეს არის 25 თუ არა ვცდები, ამ 25 დღეში რა დაიმსახურა ასეთი ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ მოუმატეს ხელფასი. განსაკუთრებით ხაშურის რაიონში ის რომ არჩევნების დღეს მშვიდობიან ხალხს ზონდერბრიგადები მიუსიეს, ზუსტად ამ სიტყვით ვამბობ მე, იმიტომ რომ სხვანაირად არაფრით არ შეიძლება ამას ეს გამოხატო ყველაფერი, აი რით ამიხსენით. არჩევნები გააყალბეს, ხალხი ცემეს საკუთარი ხალხი და მთელი ის პერიოდი როგორ აშინებდნენ, როგორ ატერორებდნენ ხალხს, ეს ყველაფერი ხო ყველამ ძალიან კარგად იცის. აზრით ეს უშუალოდ ეს დირექტივები აი ამ შენობიდან მოდიოდა ამ ხელისუფლების. აბა საიდან? თავისთავად ეს დირექტივა მოდიოდა ზემოდან ქვემოთ და ქვემომდგომი ასრულებდა ამას. ვინ მოიყვანა ზონდერები? ამათ რო არ დომოდათ, ესენი უარს ეტყოდნენ და არ გამოიყენებდნენ და აი ამ ყველაფრის ფონზე ხელფასის მატება, ცოტა არ იყოს უბრალოდ ჩვენი სასაცილო თაგდება.